პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ ქრისტეს აღდგომა არ იყო, მაშინ ჩვენ ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართ და ხა ვიღაცა იტყვის, ხო მე არ განმიცდია, მაგრამ იყო და რა ის ნიშნავს იყო? თუ შენთვის არ იყო, არ იყო. გესმის? ის მხოლოდ იმიტომ არის, რომ შენთვისაც არის, თორე თუ შენთვის არ არის, აბა ეგრე ჯოჯოხეთიც არსებობს. არის სასუფეველი და არის ჯოჯოხეთი. რა არის ჯოჯოხეთი? არის ადამიანთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი არ არის. გესმით? და თუ შენთვის პირადად აღდგომა არ არის, მაშინ შენთვის აღდგომა არ არის. არის ობიექტურად, მაგრამ შენთვის არ არის. და აი დღევანდელი დღე სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არარაციონალური, არამედ ირაციონალური მიდგომა ჭირდება აღდგომის განცდას. აღდგომის გაცდას რო ჭირდება ირაციონალური მიდგომა, საიდუმლოებრივი. ეს იცით რას ნიშნავს? რომ ყველაფერს ეკლესიაში, რითაც ჩვენ ქრისტეს აღდგომას უნდა განვიცდიდეთ, ჭირდება ეს ირაციონალური მიდგომა. ზიარებას არ ჭირდება ირაციონალური მიდგომა? პური და ღვინო, ხორცსა და სისხლად რო გარდაისახება. აბა დასვით კითხები, ეგ როგორ ახდება? და იმ წამსვე გენგრევათ თავზე ყველაფერი. აგრეთ ცნობილი ღვთისმეტყველებია, არ დავასახელებ, მათ შორის უცხოეთში. აი მისიონერები, როგორც კი მოინდომეს, აბა როგორ? გესმის? ან ყოვლადწმიდა სამების დოგმატი, აბა როგორ? ღვთის განკაცების დოგმატი, აბა როგორ? და იმ წამსვე პრობლემების წინაშე დგები, იმიტომ რომ როგორც კი შენი გონება წინ გაუსწრებს მადლის მიერ შემეცნებას. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.